მართო რეგიონის საკითხით დავიწყებ, არა. კი ბატონო. მართალიცად არ ამგონია, უკრაინის საკითხი გადაჭრას უკვე ძალიან ბევრი იქნება და ამის მიღწევაც რთული იქნება, რაც შეეხება ნატომ წაიღოს უკრაინას განცხადება, ეს მე მგონი უფრო რაღაცა ზეწოლის რაღაც ფორმაა, იმიტომ რომ არ ამგონია რომ მოხდეს ისე რომ ნატოს ყველა სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბოს სამედზე და თქვან რომ ისაც თქვით 2008 წელს ამას ვაუქმებთ, ამის მოდელი მე მგონი არც აქვს მოსკოვში უბრალოდ მე მგონი უნდათ ეხლა დამატებითი ისე და ისე რაღაცა ზეწოლის საშუალები გამოძებნონ გაცილებით მეტი მოითხოვონ ვიდრე ის რაღაც მიღების იმედი აქვს ხო ჩვეულებრივი ამბავია გაცილებით მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა ისაც მოხდა ეხლა არაბეთში როცა ამერიკა და რუსეთი შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთმა მიაღწია იმას რომ ამერიკა დაჯდა მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე და განიხილა მე ყველაფერს უკრაინის გარეშე როგორც წერან თქვით ზელენსკიმ ამის გამო გადადო თავის ვიზიტი არაბეთში. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, 3 პრინციპული პუნქტი, რომელზეც ისინი შეთანხმდნენ, პირველი ცეცხლის შეწყვეტა, ამერიკელები და რუსები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტა, არჩევნების ჩატარება უკრაინაში და მერე უკვე რაღაცა ყოვლის მომცველი სამშვიდობო ხელშეკრულება. ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან ჩემის აზრით არის რაცა უნდა უცნაურად ჟღერდეს ახლა არჩევნების ჩატარება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ალბათ ზელენსკი წააგებს არჩევნებს და მერე ვინც მოვა, მას უფრო მარტივად მოაწერებენ ხელს. თუ ეს მართალია გასულდა ინფორმაცია, ხო? ეს ნიშნავს, რომ ზელენსკის შემდეგ ვინც მოვა, მას უფრო მარტივად მოაწერებენ ხელს იმ შეთანხმებაზე, რომელზეც ზელენსკის ხადია ხელი არ უნდა რომ მოაწეროს. შეხვედრა რა იქნება? მე ხო უყურებ ინტერესით ხადე იმაზე რა იმას რაც ხდება ევროპის თავს, როგორც სასწრაფოდ მოიწვიეს სამიტი, თუმცა მართალი გითხრათ, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ევრონიუს ეთერში ვარ და ევროპა ჩემი ისე თქვა ყველაზე საყვარელი ისე თქვა კარგი ადგილია არსებობს სოფლიო ზემდის ზუგზე, ჩემთვის ყველა ყოველთვის. ჯერჯერობით იმედის მომცემი რა კონკრეტული მე სერიოზული ჯერჯერობით იმ სამიტიდან ვერ მოვისმინე და ეს ალბათ შეუძლებელი იყო. რადგანაც არა ესე მარტივი რომ ევროპა ერთ დღეში ან ერთ წელიწადში უცებ რაღაცა გადაჯგუფდეს და დაიწყოს სერიოზული შეერაღება, ეს უბრალოდ არ ჯდება იმ ფენომენში, რასაც ქვია ევროკავშირი. ევროკავშირი რა არის? ეს არის 64 დედამიწის ზურგზე რის ხარჯზე, თავდაცვაზე ხარჯავენ თავდაცვაზე ესენი ძალიან ცოტას ხარჯავენ და სამაგიეროდ ბევრს ხარჯავენ განათლებაზე, პენსიებზე, ინფრასტრუქტურაზე, დაზღვევაზე და ასე შემდეგ. არა, ამაშია საქმე, ამაში ევროპის ხიბლი სწორედ. ეხლა ამერიკელები ეუბნებიან რომ დახარჯე თავდაცვაზე მეტი და შენ დაიცავე. და ეს უკვე ნიშნავს მთლიანად ევროკავშირის პარადიგმის ცვლილებას, რომ უნდა იყოს ევროკავშირი მზად რომ იუმოს. ეს მას არ გაუკეთებია უკვე ძალიან დიდი ხანია და. ასე რომ რაცა უნდა საშინელი მეტრიალებდეს უკრაინაში მაინც უჭირთ ჩემი რაც მე უყურებ, მაინც უჭირთ ევროკავშირში გადაწყობა. მით უმეტეს უჭირთ ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც პირდაპირ თქვა არანაირ საფრთხეს აღზრდიან რუსეთისგან. დავიწყოთ იგივე იტალია და ქვემოთ ჩავყვეთ, ხო? ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ. არანაირ საფრთხეს ისინი რუსეთისგან არ გრძნობენ. და შესაბამისად არ ამგონია მათ ეხლა რაცა უნდა ილაპარაკონ და ზეწოლა იყოს ამერიკელების მხრიდან. გაზარდონ თავაცვაზე ხარჯები. ეს მე მგონი ეს მარტივად არ მოხდება. თქვენ ევროპა ხსენეთ და აი ბევრი ადარებს დღევანდელ მდგომარეობას 1930-იან წლებში მეორე მსოფლიო ომამდე განვითარებულ მოვლენებს და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თქვენ თუ ხედავთ რაიმე მსგავსებებსა და განსხვავებებს. ცოტა მსგავსება არის. მსგავსება იმ მხრივ რომ დამცირებული გერმანია მაშინ ისე თქვათ გახდა აგრესიული, როცა მას ჩაუდგა სათავეში ესეთ ძლიერი აგრესიული ლიდერი და დაახლოებით იგივე რუსეთზე, მაგრამ სულ სხვა ეხლა გერმანიის მაშინდელი შეაძლებლობები და რუსეთის მაშინდელი შეაძლებლობები მიუნხენის კონფერენციასთან პარალელის გავლებაც პრინციპში უფრო სიმბოლურია, იმიტომ რომ მიუნხენში რაც მოხდა 38 წელს ეს სამარცხვინო იყო, იმიტომ რომ ჩააბარეს გერმანიას მიართვეს ხონჩით ჩეხოსლოვაკია, როცა ჩეხოსლოვაკიის დაცვა მარტივად შეიძლებოდა გერმანიის დამარცხება ომში მაშინ, მარტივად შეიძლებოდა ჯერ კიდევ 38 წელს ჩეხოსლოვაკიასთან საფრანგეთს ერთად შეიძლება მარტივად გერმანია დაემარცხებიათ, მაგრამ შეეშინდა ყველას, შეეშინათ ფრანგებს, შეეშინათ ინგლისელებს და ახლა მსგავს ვითარება არ გვაქვს. რუსეთის დამარცხება ესე მარტივი არ არის. ბოლოს იმიტომ რომ ბირთვული იარაღი გააჩნია. შესაბამისად მსგავს სამარცხვინო გარიგება ვერ მოხდება პრინციპულად, იმიტომ რომ ვითარება საკმაოდ განსხვავებული არის. რა იქნება, როგორ იქნება მშვიდობა, ამაზე ლაპარაკი მაინც მე მგონი ჯერ ნაადრევია, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, იმედს ვიტოვებ, რომ ევროპელები მაინც არ გაწირავენ ესე მარტივად უკრაინას არ მიატოვებენ და შესაბამისად უკრაინას ექნება საშუალება რომ რაღაცა ივაჭროს და რაღაცას მიაღწიოს. იმას მაინც მიაღწიოს, რომ მას მისცენ გარანტიები, რომ შევიდეს
ევროკავშირში სხვა თუ არაფერი, იმიტომ რომ ნატო როგორც უყურებთ ამ ეტაპზე მისთვის გამორიცხულია, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი როცა ამერიკა ამბობს რომ ნატო არა, ეს ნიშნავს სამდვილოდ არას. არც ახლა ჩვენში დარჩეს და არც გერმანია არ მეგონი თანახმა რომ მიიღონ უკრაინა ნატოში, გერმანია ყოველთვის ძალიან ფრთხილად იკიდებოდა ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით მოეხსენებოდ. ბატონ თორნიკე, ოფიციალური პირები განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საუბრობენ იმაზე, რომ ნატოს პოტენციური ფართომასშტაბიანი ომის მოსამზადებლად შესაძლოა კონდეს 4-5 წელი. ამის შესახებ მაგალითად განცხადება გააკეთა მათ შორის ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა და ლატვიის დაზვერვის სამსახურმაც. რამდენად რეალურია თქვენი აზრით შეფასებები და რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს აი ასეთი სცენარი? თუ ლიტვაში კლავაც იდგებიან ამერიკელი სამხედროები, ისინი იდგან 2014 წლიდან, მე გამორიცხულად მემაჩნია, რომ რუსეთი დაესხას თავს ლიტვას. რუსეთისთვის ამერიკა არის მთავარი შემაკავებელი, მისი ეშინია და როცა აი სწორედ ეს გაიაზრეს ძალიან კარგად 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, იგივე ლიტველებმა და ბალტიისპირელებმა ზოგადად და პოლონელებმაც ისინი ანუ იმათ ვინც გრძნობენ საფრთხეს რუსეთისგან მათ მოითხოვეს თავიანთ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედროების ჩაყენება, ჩათვალეს რომ აი ნატოს წევრობაც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი რუსეთის შესაძლებლად. და იდგან ამერიკელი სამხედროები, სანამ ისინი იდგანან იქ, გამორიცხულია ჩემი აზრით აბსოლუტურად რუსეთმა დაიწყოს მათ წინააღმდეგ ომი. ასე რომ ეს განცხადები რომ არ იქ უნდა იმზადოთ რუსეთთან ომისთვის, უბრალოდ მე მგონი არის ესე ვთქვათ, მე მგონი არის ხერხი რომ რაღაცნაირად მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში რომ საჭირო არის მეტი ფულის ხარჯვა თავდაცვაზე, იმიტომ რომ წარმოუდგენლია თავს დაესხოს რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოს, ეს მისთვის არის ძალიან მძიმე წითელი ხაზი. უკრაინასთან დაიწყო ომი, უკრაინასთან მოეხსენება ნატოს წევრი სახელმწიფო არც იყო, ეს ერთი და მეორეც მას არანაირი სხვასთან რაღაც სხვისგან არ ქონდა რაიმე უსაფრთხოების გარანტია მიღებული არავისგან რეალურად, ხო, ამაშია საქმე. ნატოს წევრს დაესხა თავს, ეს ჯერჯერობით არავის გაუბედია დედამიწის ზურგზე, როგორც ჩვენ ვიცით, ალ-ყაიდას გარდა, როცა 11 სექტემბერი მოუწყვეს ამერიკას. ასე რომ ეს ცოტა იყოს გააჭარბებოდ მე ჩვენია მართალი გითხრათ. ბევრი არის სხვა ქვეყანა, რომლებიც არიან ნატოში და რამე რო იყოს, მათ შეუძლია დაესხას თავს, ხო, რაღა ნატოს დაესხება თავს. და ცოტა ისე წარეთ კი გავონდეს, მაგრამ ნუ ეს ხო. ხო, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროკავშირის ქვეყნებთან აქვს ძალიან ესეთი უსამართლო სავაჭრო პირობები და ამ კონტექსტში მან არაერთხელ ახსენა ტარიფებიც. ამ ყველაფრის ფონზე ვთქვათ, რამდენად მოსალოდნელია თქვენი შეფასებით, რომ ევროპამ ალტერნატივის სახით იგივე ჩინეთთან გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები? ესეთ ევროპა ძალიან არის დამოკიდებული ამერიკაზე და ევროპის უმთავრესი დამოკიდებული ამერიკაზე არის ის, რომ ამერიკა მას იცავს. ან თუ ეხლა ევროპაში აქვს მართლა აქვს სერიოზული პანიკა, გულწრფელი ვინმეს პანიკა აქვს რუსეთი დაესხმა თავს, იქ ამერიკა თუ დგას ეს არ მოხდება. შესაბამისად ევროპა გადახდეს ახლა ჩინეთთან ისე დაავადდა და გაამყაროს კარგი სავაჭრო ურთიერთობები, ამერიკის ხარჯზე ეს გამორიცხულად მიმაჩნია. უფრო მეტიც მე ვიტყვი რომ შეიძლება ახლა ამერიკის არ ვიცი ახლა ნამდვილად ტრამპის თავში რა ხდება ძალიან რთული საქმეა, მაგრამ შეიძლება ახლა ამერიკისგან ეს ზეწოლა იმაზე რომ გაზარდონ თავაცვაზე ხარჯები, ეს ყველაფერი მიმართული არის იქითკენ რომ ევროპას მოახვიონ თავს ამერიკისთვის უკეთესი სავაჭრო შეთანხმება. და ნუ მე აპატიონ ის თუ არ გაზდიან ისინი თავიანთ მთლიანი შიდა პროდუქტის თავიანთ სამხედრო დანახარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე, როგორც ის მოითხოვა მათგან თავაცვის მინისტრმა. 5% ძალიან დიდი რიცხვია და ამის რეალური იმედი მეგონი ამერიკაში არ აქვს, რომ ევროპაში ამას გააკეთებენ, ეს ძალიან რთული მისაღწევი იქნება. იმიტომ რომ ქვეყანა ნებისმიერ ქვეყანა ვინც ამას გააკეთებს, თუნდაც 2-დან 5-მდე გაზდის, უნდა გადააწყოს ძალიან სერიოზულად, რა ვიცი, თავის ეკონომიკა. და ესე მარტივი არ არის და ესე მალე ვერ მოხდება. ასე რომ შეიძლება ამერიკის ზეწოლა სწორედ ამას ეხება მიზნად, რომ ჯანდაბას, კაი, ნუ ზრდით 5%-მდე, მე კლავაც დაგიცავთ ჯანდაბას, მაგრამ აი სამაგიეროდ ისეთი შეთანხმება მინდა, სავაჭრო შეთანხმება მინდა, რომელიც მე მომცემს მეტ მოგებას. ანუ ჩემი ექსპორტი ევროკავშირში მეტი იქნება, ვიდრე იქიდან შემოსული იმპორტი. შეიძლება აქეთკენ მიდის ყველაფერი საბოლოო ჯამში. ტრამპიც როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, აზროვნებს როგორც, ბიზნესმენი, უყურებს აფასებს ყველაფერს ითი. პირველი სავაჭრო ბალანსი უარყოფითი აქვს ჩინეთთან, უარყოფითი აქვს ევროკავშირთან და მეორე ვინ არის მისი მთავარი საფრთხე პოტენციურად? გამომდინარე, თუნდაც ეკონომიკიდან გამომდინარე. გამომდინარე ეკონომიკიდან ეს არის ჩინეთი. და მას როგორც ჩანს, ეხლა თუ ჩვენ შევეცდებით ახსნათ, რატომ არის თანახმა რომ დალაგდეს რუსეთთან, როგორც ჩანს, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ჩინეთი არის მთავარი საფრთხე, მე რუსეთთან საჩხუბარი
არაფერი არ მაქვს, მასთან დავლაგდები და რუსეთთან დავლაგდები, მე უფრო მარტივად დავლაგდებით ჩინეთთან. აქეთკენ შეიძლება ამაც დადის ყველაფერი მთელი ეს მისი პოლიტიკა, რომელმაც საგონებელში ჩააგდო ევროპა და არა მხოლოდ ევროპა, ხო?